2025 წლის დეკემბრის დასასრულია, სოკარის ათა ოფისში მიდივარ ჩემი სამომავლო გეგმის გასაცნობად, რომ გადავწყვიტოთ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება თუ არა. თუმცა ეს შეხვედრა ისე დასრულდა, როგორ დასრულსაც ნამდვილად არ ვედოდი. აუ, იზდეც, რა უნდა გაიგო ხა. ჩვენ ვილაპარაკეთ მანქანებზე, BMW M3-ზე, მაგრამ გამახსენეს ჩემი ვიდეოს ერთი მიმდინარეობა. 10 ლიტრიანი ჩელენჯები. ეს იყო მომენტი, როდესაც თვალებში ჩამხედეს და მითხრეს. $800 მანქანა, თოვლი, უდავრი და კონკრეტული კოორდინატები სადაც უნდა მიხვიდე. თუ მე ავაღწევ ამ კოორდინატებზე ამ მანქანით და სეილს გადავიღებ, მაშინ 9 ტონა საწვავი სოკარისგან ჩემია. მაგრამ თუ ვერ ავალ, მაშინ მომდევნო თვე უფასოდ მომიწევს მუშაობა. თუმცა ეს ახალი გამოწვევა მარტო ჩემთვის არ არის, რადგან გზაში ჩვენ უნდა დავმალოთ შენთვის 100 ლიტრის საწვავი კონკრეტულ კოორდინატებზე და ვინც პირველი იპოვის, ის მიიღებს ზუსტად ამ 100 litrს. ამიტომ ჯობია ვიდეო არ გადაავხიო, რომ კოორდინატები არ გამოგრჩეს. სოკარიდან გამოვედი, თუმცა მივხვდი, რომ ეს ჩემთვის მარტივი ჩელენჯი არაა. ეს ჩემი გამოწვევაა, რომ იაფიანი მანქანა ვაცოცხლო ისეთ რთულ პირობებში, როგორიც არის გუდაურის აღმართი, ძრავის გადახურება, თოვლი, ყინული, კლდეები, რამემ თუ მიმტყუნა, ვერც ნაწილებს ვიშოვი იქ და თუ ვიშოვე, კიდე სავარაუდოდ თოვლში ვერ შევცვლი. აბა, გუდაურისთვის. როგორ მანქანას ვფიქრობ? ბიჯო, ნახე, ეხა არ გვიწყვიტავს ეგ ბენზინი არ არის და რაღაცა არა. ბოლომდე უნდა ავაჭრათ რა და ორხიდიანი რო იყოს ვაფშე მაგარი, მაგრამ მართლაც ორხიდიანი ორხიდიანს არავინ არაფერს არ მოგვიწევს წესიერს. ხო და გუში დავიწყებ ძებნები, სამი ვარიანტი ავარჩი. ხო, პირველი ვარიანტი იყო Peugeot 106, წინა წამყვანი, ძრავი კი სუსტი აქ ერთი და ერთია, მაგრამ წინა წამყვანის ხარჯზე ვფიქრობ რომ ივლის. წინა წამყვანს ვფიქრობ მეც, ყველაზე რეალური ეგ არის. მეორე ვარიანტი იყო Ford Fiesta. ხო, თან თელავში დგას და აქვეა თელავში. ბიჭო, 90 კილომეტრია. ხო და თეგის დავლიოთ. Peugeot რა ფერია? ლურჯი. არა, მეც ნახე და მაგით. რომ აი Peugeot-ს დატოვებაც შეიძლება დაჟე საპროექტოდ. შენ უნდა არჩი. მე მეოსება ხომ რომ სტუმრებს ვაძლევ მაგ ფუფუნებას რომ ჩემი ძვირფასი $800 დახარჯონ და ასე რომ ოღონ მანქანაში ფუფუ. რო იცოდეთ რა, Facebook-ზე ერთი ჯგუფი არის Was Club Georgia. მაგაში ვეძებთ ხოლმე ძალიან ხშირად. რეკლამა არ არის. просто იაფიან მანქანები იდება ხოლმე ხშირად და თუ რაღაცაა შეგიძლია იქაც გადახედო რა. კაი ტიპია, კი. ეს არის ერთი ვარიანტი. просто ნახე რა არის. უეჭველი ცეპლენიაზე უნდა ვკითხოთ, იმიტომ იქ უნდა ვაწვავოთ სავარაუდოდ. კი. თან კაი საბურავები უნდა ჩავაცვათ და იქ რაღაცა თუ ვერ არის, დაგტოვებს. და მე კიდე არ მინდა რომ გუდაურში დავრჩი. Volvo S40 Golf 4 Micra. აუ, შენ იმენა გიმუშავია, ხო? ბიჭო, ხო რა. შენ გუშინ ჩაუვიდა. 47 მასკუჩიც არის. ჩემნაირი ტიპი გაიჩითა, ბიჭო, ხო არ გადაო. თუ გამოჩნდა 2000 ლარამდე ჩაყარეთ მანქანები. ზეო დაუყევი კომენტარს. აუ, დიდა მოიცა ერთი წამი. რა კაია, ბიჭო, არა შეხედა, ბიჭო. Suzuki Alto არ არის თუ რაღაცა? აჭირს აბა. რა ვიძმაო, რა ვიძმაოთი რო იწყება, მე არ მომწონს ხოლმე. რომ მიხვალ გალოკის პრაკლად და ხოლმე დამწვარი. ძალიან ალალია ხან გახოხებს. აუ, ზესტაფონში არის. არა. $8000 მანქანა დაუდეს 2000 ლარში. ჯიგარი ხარ ჩემო ძმაო. აი ეს არის სასწაული მანქანა. რა კაია, ბიჭო. $850. ხო არ გადა. ეგ დათვალიერებას ვადააქვს 8 აგვისტომდე. ყოლოდ მეორეში ვარდება, მაგრამ კვილანაა მოწვეული. კვილანაა მოწვეული რას ნიშნავს? მეორეში ოზე ბუქსაობს ის? არა, ჩაგდების დროს რო ახრიას კორდოქსი. ეგ სინქრონიზატორია. ხო. მოიცა ერთა. მეორე არა აქვს, მაგას გეუბნები. სინქრონიზატორი კი არა, ვაფშე არა აქვს მეორე. ვარდებაო მეორეში. გავი დაურეკოთ რა. დაურეკოთ. აუ, არა და ცოტა მეორე დაგჭირდება. ცხოვრებაში მეორე გჭირდება? არა, ცხოვრებაში სადნი არ გჭირდება. სადნი არ გჭირდება. კაი, გავუდა. გაუმარჯოს მაო. Peugeot-ს თაობაზე ხო სწორად რეკავ. სად დგას მანქანა ტერიტორიულად? თემქაზე? და რა მაინტერესებს ამ დადის შეულებრივ გავული გამოვული მეორეში საერთოდ არ ვარდება თუ როგორაა კაროკის ამბავი. ან მეორეს კვილანაა მოწვეული, ვარდება, მაგრამ მოწდება პირველიდან მესამეში ვისვი რა. ხო, ბოლო ფასი რა იქნება? რა 2000 ლარი. ფასშიც ვეტევით. ეხლავე გინახიდვა? ხო, ფეჩი ხომ მუშაობს კიდე, ეგ უნდა მეკითხა. ფეჩი მუშაობს. აუ, ბოდიში ერთი წამი. ის გაგრილების პრობლემა აქვს თუ არა აქვს? აი მაგას ვერ მივხვდი რა, რა შევიწელი რო ახსენე.
კალს ვამატებ ხოლმე რა რადიატორში, როცა ვგაზაო, მაგ შემთხვევაში კრიშკი და თერმოსტატივით მუშაობს, ჟიგულის რადიატორის კრიშკა რა. ხო. კალი და მე როგორდება ამიტომ უკანში აქვს, მაგრამ რა შეწევს ჩოკი არ მქონდა და ბოთლი მაგ ჩამოცმული რა მაგას. გავიგე. უკან არ გადააქვს, თორე ვენტილატორი რაღაცები ყველაფერი მუშაობს. ეგენი ყველაფერი მუშაობს. ხო, ოკეი, გავიგე. მოგავუაროთ ამის და გადავაყოლოთ საბურთალოზე რომ აქ განაგვანახოს. პრობლემა ხო არ იქნება? რაღაც. კაი, გამოგივლით, სად მოგამოგიაროთ? აგროჰაფთანის ჭილაზე ჩემი. კაი, მოვალთ მაშინ ახლა. გადავა რა არის ხოლმე, იცი რომ ტიპი რო გეუნება რაღაც ბოლომდე არ გეუნება რა. და აი ბოლომდე უნდა ამოწურო ის რომ აი იმის გაფჭებული აქვს კონკრეტულად არა გაფჭებული, მე რომ მიდიხარ ადგილზე. მე აღმოჩნდება ხოლმე რომ ისაც გაფჭებულია და ბევრი რაღაცაა გაფჭებული. იქ წავიდეთ. ეს დავტოვოთ აქ. რავი, დავორდოთ, საწყალი ჰონდა. აუციე მინებს ვინმე არ გაძარცვეს. ისე გააჩერე, ვითომ ხედზე დატოვე. ხო, იას. მაინც თელავში ხარ წავიდეთ. თავი დამიქნი. სიმართლე რომ თქვა, არ ვიცი საბოლოოდ რას ვიყიდით, მაგრამ რადგან ეს პეჟო რაღაც რალის ჩემპიონატებში მყავს ნანახი და თან ვიცი რომ სუბუქია, მაინც რაღაცა იმედი მაქვს რომ კარგად ივლիս. მაგრამ მოდი იმაზეც შევთანხმდეთ, პეჟოს ქარხანას საერთოდ არ ქონდა გათვლა, რომ ამ მოდელს პეჟო 106 დოვრის მთებში უნდა იარა. ეს მე კი, ეს რომ მომაჩიში ძალიან ბედნიერი ვარ ეხა, მაგრამ ეს რა არის? ვერ დავატრიალე და. ბუბუ რა სიტყვი აბა? ბიჭო, ვიძია. თეთრი დისკები ამ ფერს უხდება ძა. თეთრი დისკები უხდება. გადაკარია აბა. ბიჭო. Так. ფილტრი თო. გაიძრო ფილტრი. ნახოთ ჩვენი ჯიგარი. დასაგორებელი. კაი, მოიცა სანამ დავაგორებთ. ჩავიხედოთ. პიონერის აუდიო აპარატი დგას. ელექტრო შუშებით. არა. იცი თავი ხა მიდი აბა. ეგ არის? სო? კაი. ეს არის ბოთლი. ხო, რაზეც გვეუბნება. თერმოსტატ კუბში რა. ოკეი, ეს რო გაცხელდება, აქედან გადმოდის, ეს ივსება, მე უნდა დავაბრუნოთ, დავაგრილოთ და ან თუ ძალიან შეგვსვი და შეგვიძლიათ ჩაი გავიკეთოთ ამისგან. აუ, ჩემი კარი. ეს აგვიყვანს? ხო წავიდეთ თელავში, ხო მაგას ვფიქრობ თან. ბოლო ეს ხო ნანახი გვაქვს. ეს კი. არ და გადაობა მანქანაა. მაგრამ თან მე არ მინდა რომ თოლში იქ მანქანის ქვეშ შევწვე და რაღაცები გავაკეთო. მოდი დავქოქოთ. დავაგოროთ და დავქოქოთ. მოიცა? დავაი. პირველი გვაქვს. აია. ცევლენია კაი აქ. ზადნი რომელია? ზადნი ვერ ვიპოვე, სადაა? რას ფიქრობ? ბიჭო, კაი მანქანაა. მაგრამ მეორე რა მაგრად გაასწორებდა. პროსტო თოლში, ეხა მე იმას ვფიქრობ რა, თოლში რომ მე შენ გეტყვი როგორ გადავწყვიტოთ. ჯეირანი ვითამაშოთ. მე მინდა ის მანქანა, შენ არ გინდა. ვინც მოიგებს? ჯეირანი. ჯეირანი. ერთით ერთია. მოიცა. ჯეირანი. ორით ერთს მიგებ. ორით ერთს გიგებ მე. ხო. და ეხლა მესამე. თუ მოიგებ, მოიგებ. ჯეირანი. ჯეირანი. ჩემ ორით ორი. ჯეირანი. ჩემი კაი. მაინც მიყავს. ფული ჩემია. всё, წავედით. დიქტატორია. ჩემი ვიდეო, ჩემი ფულია, всё. დაჯი გვერდზე ერთი წრე დავარტყათ. და მე შევხედოთ რა. ძალიან არ მაგაზაო, ოღონდ შიში მაგის. ამ პეჟოზე ტვინი მკარნახობს, რომ არ ვიყიდო. გული კიდე პირიქით, რაც არის, მოდი ვცადოთ, რა არის მოუგვარებელიო. ანუ საბოლოოდ კარგს ვაკეთებ თუ ცუდს ვაკეთებ, ვერ გავიგე. თან ბუბუთელავში მეკაჩება, ახალი მანქანის სანახავად რომ წამოვნახავთ და ამედ რო დაფიქრდე, ბუბუს მართალია. გატეხილ საჭესთან პირველზე ვარ სიმახე რო გითხრა. ამას ნახე. საჭი არ გაგზურეს, ჩემი კარგი მომტყა. ეს ანახე. დაუშვი რატო დაუჭირი? მოიცას ბიჭო დაშვებულია ჩემი კაი. так, პირველი წავიდა 2000-ია,
30-ზე რო ავაო, შეგიძლია გადმოიტანაო. ეხა არის 20. ცეპლენია, კაი, აქ მესამეს გავატანინებ თუ რამეა რა. თოლში მით უმეტეს. ჩემ ფეხებს გავატანინებთ ხო? აბა ერთი როგორ ეჭიდება, არ გაინტერესებს? სარბილი საჭია კიცი. საშკევიდან არა მოხარო. ეხა ნახე. უყურე, 30-ით მივდივართ, მესამეში გვაქვს და საკაიფოდ მიდის. ხიდი აქ საკმაოდ მოკლე. კი. ასე რომ პრობლემა არ არის აშკარად. მაგრამ ეხლა ჩემი ორგანიზმი მეუბნება რომ იმენა უნდა ვთხარო მეორეში და მეორე რო არ მაქვს მაერორებს ტვინში იმენა. მაიცი რა მეინტერესებს, ესეთ მომენტებში რულავოი თუ გაძვრება. რულავოი არა, მაგრამ გლუჩიტელი გძვრება. გლუშტელის ხმა, ბიჭო, ეს გადადუღდება. წყალზე ისას პრობლემებია. უეჭველი გადადუღდება და ძრავი დაისტო. გაიჭედება ბოლოს ძრავი. გადახურებისგან. ზეც არ გვინთებს. ვაიმე გული გამისკდა. ის კვამლი მეგონა, ეხა არა ბიჭო, ამოდის. ტყილა არ გამისკდა. კვამლი ამოდის. ჩვენია. ეხა გამოვიარეთ 500 მეტრი. ხო. წყალზე პრობლემები გვაქვს. იმიტომ რომ ეს ორთქლი აშკარად მოჩვენებითი ორთქლი არა. так, ეხა მთავარი კითხვის ნიშანი არის, ჩვენ ეს მანქანა გვადგება თუ არ გვადგება. იმიტომ რომ თუ საერთოდ თბილისიდანაც ვერ გავაღწიეთ, საერთოდ აზრი ეკარგება ყველაფერს. აუ არა და აქ რას გააწურინებდა მეორეში რას ატაკებდა კაცი. აბა შევხედოთ ერთი. так, არა, ისევ კვამლი არის. აი მე ამოძატარ. არა. აუ, დიდეც. აუ, რა მაგრად გატეხა. ეს იმენა რადიატორი. თან მოშნად გაზდის. ვაფშე ყველა მხრიდან გაზდის. ორი ვარიანტი გვაქვს რა. ან სხვა მანქანაზე უნდა გადავიდეთ, ან რადიატორზე რაღაცა უნდა გვიშველო. მოკლედ, ესე მოვგვარდით. შენ რაზე ვღადავ? ისე ვიდეოს რო თავენ ხოლმე ეგრევე ესე აქვს. მომემზადე რა, ჩასაწყო. ხო და მოკლედ მოვგვარდით ეგრე რომ მე პატრონი გააკეთებს რადიატორის თემას, იმიტომ რომ წყალს უკვე ადუღებდა და დღესვე მოაგვარებს, დღესვე მირეკავს და თუ ხოძე არის მივდივართ რა. თუ არ და მე და ბუბუ ვარჩევთ ხვალ რაღაცა ახალს. ეს ძველ ვიდეოებში იციან ხოლმე ეგრე ბანალური ჩავთვლები რომ თუ მოგეწონათ მანქანა ლაიქ. მოშინახე გამოიწერეთ. საბოლოო ჯამში მოგვარდით. მე ისევ იმაზე ვფიქრობ, სადმე რო ვიჭედებით და ბუბუ მეუნება. ხომ გეუბნებოდი თელავში გვენახა. მაგრამ ნუ არა უშავს, რაც არის არის. ეხლა ტუზ მოტორში წავალთ, გადავამოწმოთ ყველაფერს და მივხვდებით რამის უნდა გვეშინოდეს თუ არა. კაი ხმაურში კი გვიწევს ისე. მოკლედ ტუზ მოტორში მოვედით, ყველაფერი უნდა შევამოწმოთ რა. ანუ სავალი ნაწილი არ გაგზურეს, ვით არ ჩავშვეთ. თუ სადმე მოგვიწია მანქანის დატოვება და ჭამა, წყალი რო არ გაგვეყინოს და რა ვიცი, ზოგადად ყველაფერი ნახოთ რა იდეაში რა. შენ რაზე გაქეჭვი რომ მე წინა მარჯვენა თვალი რო ძურება. ხო. მაგას არ უნდა შემოწმება. კაი, მოკლედ გავაკეთოთ ხოლმე. ეს აქედანაც ჩანს. აქედა თვალი გძვრება. გითხარი? ეგ არის. ეს ანუ აი ეს გაივლის 200. მე არ ვიძახი. უდავში მივდივართ. ახლა ჩელენჯი. ხო. სამი საბურავით რო ვიაროთ? სამი საბურავით? აი, ამას იგი რაღაცა უნდა უშველოთ. ნახულობ ზეთ თუ გვაკლია და თუ გვაკლია დავამატებთ რა. ხო, აკლია ხო? აჰა. დავუშვათ. მინიმუმზე ცოტა მაგარი დასამატებელია რა. თქვენ კიდე გიჩვენეთ რომ იდეაში თუ ზეთს ვადა გავუვიდა, ან გარბენი გავუვიდა, აუცილებლად გამოცვალოთ. გარეთი უნდა შეცვალოთ თუ არა პაკელოთი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პაკელოს გარემო ცოცხი ვართ ეხლა. მართლა ხუმრობის გარეშე პაკელოს აქვს ის ხარისხი, რომ დიდ დატვირთვებზე, გუდაურზე არ არის საუბარი, ეხლა დიდ დატვირთვებზე კარგად იმუშავებს რა. ბავში არ არის, ეხლა რა საინტერესო მაჩვენებები. სუწყალია, ხო? იმენა ნოუზეა? ფუძათუზეა რა. ეს ტემპერატურა, წყალია. ესე იგი საბურავი ძრება, ხო. წყალი გაგვეყინება. კარჩი როგორც ყველაფერი იდეალურად. ხო, ანუ ჩვენ ესეც მოგიდოდა და ერთადერთი რაც დაგვრჩა, კიდე აკუმულატორი უნდა გქონდეს კარგი, იმიტომ რომ სიცივეზე მაგრად ერთხება აკუმულატორი. დავაგორებ რა. აი, ეგ არის. დავახურეთ, ძალიან დიდი მადლობა.
დანჩენს მიხედავთ ჩვენ გზაში. ან ვერ მიხედავ და დავჭირთ არ ნახოთ როგორ იქნება. წავედით, let's go. დრომ რომ მოგვიგო, ბუბუ წავიდა მაღაზიაში რომ ჩასაბმელი ნიჩაბი და მსგავსი რაღაცეები იყიდოს, კაცმა არის ის ამანქანი სად უნდა გავიჭედოთ. და მე ამასობაში წავალ კარგ ზამთრის საბურავებს ვიშოვი და ჩავაცმე. 1-2 მარუჟნი ოპა კიდე ხერო გავწეწოთ თოვლის ნიშვები არ არის მგონი ან მე ვერ ხედავ აი სოვი ბუთვაში და პეჟოსი განიათლიათ სანამ ბუბუ ყიდულობს რაღაცებს ტერამოტორში მოვედით ჩვენ და უნდა შევცვალოთ ეს ძველი საბურავები. შეიძლება პროტექტორი ხამას ეთყობა, მაგრამ საბურავი გამხმარი როა რეალურად აღარ მუშაობს რა. ჩვენ დაგჭირდება ესეთი რამე კიდე გუდაურში ასასვლელად გჭირდება ჰუსქუარნას ბარლაღის საკრეფში ქალაქიდან როგორც გადიხართ ზამთარში უეჭველი კარგი საბურავები გჭირდება რა. კიდე გვინდა პერემიჩკა ბუქსირი ბიჭო ეს პლასმას რაღაცეები როა ხო იცი პაკრიშკებზე რო ეკვება რა ეგ გვინდა უეჭველი ტერამოტორს აქვს როუდიქსები ვიცით რომ კაი საბურავია ვიცით რომ ახლებია თან შემომტანები არიან და მაგიტო ყველაზე კარგი ფასი აქვს. ეს დაგჭირდება რამდენია 1 2 3 საკმარია პერემიჩკას ქართულად რა ქვია იცი მანქანის დასაგოგის სადენი პეჟოს კი დაკოქავს ეს ეხლა გამოიტანენ სხვა შორის ამ საბურავებს შევხედავთ დავაყენებთ და თუ თოვლში სადმე ზედა მხარეს გაუკვალავში ოდნავ მაინც გავიჭედეთ ოდნავ წნევას დავაგდებთ და მგონია რომ ყველგან ავალთ რა. დანჩენს კი გუდაურში ნახავთ. ბაკურიანში გუდაურში ბუქსის თუ ყიდულობთ ეცადეთ რომ ცოტა გზელი იყიდოთ. იმიტომ რომ გამოწევთ მანქანა შეიძლება დაცურდეს და დაგეჯახოს მოკლეთი როცა რა და გზელზე უფრო ან გაქცევის საშუალება გაქვს და ან რამე და როგორც ჩვენ გვინდა თუ აქ ვერ ვიშოვეთ მოგვიწევს სხვანაირ მაღაზიაში მოძებნა რა. ეს არის ჩვენი საბურავები. ნახე როგორია. ჭრილები აქვს თოვლისთვის. ახალია. პორტი მყარი აქვს სხვათა შორის და დანჩენი ჩვენი ვიცით უკვე რა, წნევა ჩვენ თვითონ დავარეგულირებთ უკვე. მე კარგი საბურავები კი ავარჩიე, მაგრამ ერთი ვნახოთ ბუბუმ რეები იყიდა. მენა სერიოზული პეჟო ვიყიდეთ და მე ცოტა ისე ვარ განწყობილი რომ ვერავართ. იმიტომ რომ ესეთი მანქანით როცა მიდიხარ ესეთ ადგილას, აი უეჭველი გჭირდება პირველ რიგში ბუქსირი. ბუქსირი მიგვაქვს, კერემიჩკა მიგვაქვს უკაცრავად, დენის გამტარი მიგვაქვს, ქართულად არ ვიცი როგორ არის. ძალიან ხშირი შემთხვევა არა, ეს ზაფხულში ჩვეულებრივ მუშაობს და როგორც კი აცივდება და პირველი მინუს დაიჭერს, ესევე აკუმულატორს ერხევა. მიგვაქვს ესენი, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის თვალს ახალი საბურავები გვიყენია, ყინულზე კარგად მუშაობს ეს როგორც ვიცი რა. ზამთრის საბურავზე კარგად ეს მუშაობს და ასევე ლაფატკა, რომლის ხმარებას მე არ მომიწევს, იმიტომ რომ ინვალიდი ვარ და მე მგონი ხერო შეზრება მანქანის ქვეშ და გამოწვენდავს. ეს არის კონკრეტულად ეს ლაფატკა, თოვლის ლაფატკა რა, თოვსახვეტი ლაფატკა. ნიჩაბია, ნიჩაბი. ყველაფერი ვიყიდეთ, მე მგონი არაფერი არ გამოგჩვენია და ცოტა იმედიანად ვარ უკვე. ნუ ეს წინა მარჯვენა სავალთნაცლს არ ეხება. ეგ უბრალოდ თავიდან ამოვიგდე. სუპერს ვასხავთ. სუპერი გავუშვათ. და ოქტან ბუსტერიზე უნდა დავამატოთ. სუპერზე მაგრაიულის 90 ცხენია ხო? 80 ხო ეგრე აქვს საღ დაახლოებით. მაგრად გაიქცევა. პანჯარა რითი აწია? საგან ჩაიწე ჩოლი. ჩემი ესარკეებია ბიჭო. ეხა მე უნდა დავიჯერო რომ აი ეს პანჯარა ჩამოწეული უნდა ვიმგზავრო მთელი გზა? არა. ჩემი კაცი. ბუბუ არა ხარ ემოთხი ბუბუ. 70 80. ზურება რაღაცა თვალი ხო იცი არა აი აქ უნდა მოგძვეს რაღაცა. ჯერ თბილისიდან არ გავსულვარს და უკვე მაგარ შარში ვართ აშკარად. არ და ბუბუ მეუნებოდა დამსვიოდა. თუ არ იცით მაო ტარება. ნახე რა გავთამამდა ნახე ჩემი კაცი. ამასობაში კიდე ბუბუ ამზადებს თავის ვიდეოებს
და შეგიძლიათ გამოიწეროთ სადღაც და 13300-ზე ავედი გვში. და ცოტა აღარ დაგვრჩა გადასახლოვამდე აი დოურის რაც არის. და როგორც იქნა 10 ლიტრიანი ჩელენჯების გადაღებას ვაპირებთ თქვენთან ერთად ზუსტად. ამისთვის თქვენ უნდა გადაიღოთ 2-3 წუთიანი ვიდეო მანქანასთან ერთად. თვინმე კარგი მეგობარი არჩიეთ, ვისთანაც კარგად გზნობთ თავს და ვინც მხიარულია და მანქანაზე უნდა გააკეთოთ რამე მარტივი ოპერაცია რა. ეს იქნება მაგალითად საბურავის შეცვლა, ან ჰაერის ფილტრის გამოცვლა, ან შეიძლება გაწმენდა, ან შეგიძლია მანქანა დაგორებით დააქოქოთ. ან ხო ხტები 2-3 წუთში რასაც მოასწრებ რა რეალურად რომ ჩვენ დავინახოთ რომ მანქანასთან როგორი ურთიერთობა გაქვს, ანუ კომუნიკაციას როგორ ახერხებთ მეგობართან ერთად, ან მხიარულები ხართ, არ ხართ მხიარულები და აი ამ დეტალებიდან გამომდინარე მე ავარჩევთ ერთ-ერთ ვიდეოს და თქვენ მეგობართან ერთად მოგიწვევთ 10 litrიან ჩელენჯი. ეს ჩელენჯი არის CoinMania-ს ჩელენჯი. აქვე გეტყვით რომ CoinMania-ს აქვს უკვე გადმოსაწერი აპლიკაცია, რომელიც იქნება აღწერაში აი ეგ დაბლა. შეგიძლიათ გადმოწეროთ და ბევრად მარტივად შეასრულოთ ის ოპერაციები, რასაც აკეთებდით აქამდე ვებ გვერდიდან. მოკლედ, ვიდეოს დაუბრუნდეთ. ვიდეო უნდა გამოაგზავნოთ Facebook ჯგუფში, ან უნდა ატვირთოთ და ეს ჯგუფი არის ალექსანდრე ხეროდინაშვილი დრიფტიგანს. აი აქ მაინც დავწერ, რო არ აგერიოთ და მოკლედ რო გადაიღებთ, გამოუშვით ამ ჯგუფში და საბოლოო ჯამში მე მინდა რომ ჩვენ გამომწერებთან ერთად ერთი ძალიან მაგარი 10 litrიანი ჩელენჯი გადავიღოთ და დაედარჩეს ისტორიას. მოკლედ ველოდები ჯგუფში ვიდეოებს. ეს ალბათ საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება სოკარის განძი დავმარხოთ. ლამაზი ხედები, მიწა და განძი, აი იდეალური კომბინაცია. აქ ჩვენ გვაქვს სოკარის ასეთი სკივრი. რადგან სოკარის გამოწვევა გვინდა რომ ჩვენ მაყურებლებსაც გავუკეთოთ რაღაცა სურპრიზი და მოკლედ ამაში იქნება 100 ლიტრის საწვავი. წყალში გადავარდოთ და ვინც ამოიტანს. შენ არ დაიმახსოვრო სადავართ. მოკლედ ეს უნდა დავმარხოთ ეხა აქ და ვინც პირველი მოვა, ის აიღებს ამ პრიზს. კოორდინატე სპეციალურად ეხა ჩავწერთ აქ. ხო. და სად დავმარხოთ ერთ შენ მითხარი. ბიჭო, ეხა თავს ვადევნებდი და იქით სანაპიროზე ჩავიდეთ ხო ფიქრობდი, მაგრამ ამ ფეხით ვერ ჩამოვალ და აი ხარი ამოთხრილი რა. წამო. აი მას ჩავაგდოთ ხო პირდაპირ. აი ის ამოთხაროთ ცოტა. მოდი აქ ხო არ ვქნათ, აი პირდაპირ აქ. დინა მე ამოვთხრი. ჰა, შენ უნდა ამოთხარ. შენ. გადავიფიქრეთ აქ. ბიჭო ძალიან მყარია. მოდი აქეთ ცოტა. აი აქ მოდი. მას მყარია. ალექს 335 დიზელზე EGR-ის კლაპანი რო კეთონ და ვიპოვე. EGR-ის კლაპანია თუ ისა ტურბოსლივი არის. ტურბოსლივი. დიზელის ტურბოსლივია, ამხელა არ იქნება. რატო არ იქნება? ბიჭო, აი აქ ამოთხარე, ნახე სველი და რბილია. დაუჯეროთ ბუბუს. კარგი არ გვინდა და აი უკვის ქვეშ მოდი ჩადი. შენ იძახი რომ იქ მე ვერ ჩავიდე. ო, შენ მე ვერ ჩავალ იმ. არა, ჩვენ კაი ჩავალთ და გადავრჩებით ბევრი ვარ და ამო. აი აქვე რა, 100 ლიტრა სუპერი უნდა მისცი ამ პრემიუმი ან დიზელი და იქაც არ ჩავიდეს. აი ქიშატრია. ხედავ რა კაია ბევრი ტვინი ერთად. დაზე გადაშლას არ გვინდა. ეგ არის სალონზო. აბასას ვერ ვთხრი. თენგის, ქვის ქვეში დო გავიარე. ავიღე და წამოვიღე შეგიძლია გააკეთო. ეხა ყველაზე მაგარი იცი რა იქნება? ხო. კრიმინალური რო დაგვადგეს. შეგნით იქნება ინსტრუქცია. მიხვდებით რა რომ გაშლით ეგრევე მიხვდებით რა. ამის ამოთხრის ვიდეო მაინც გადაიღე, შეიძლება გამოგვადგეს მე რაღაცაში რა. ეგ არის. წავედით, შეგვიძლია გავაგრძელოთ. და მე მგონი კაი ამინდის გამოვიდა. ჩემი კაი! ბიჭო, რაღაცა ხოლი არის თუ მეჩვენება. და მე ჩეუბნები, პოსტა არ გითხარი. მოდი ხوار შევამოწმე. ორ ხო. შევსებოთ და ნახოთ. ყავს არ აქტებს ჯერ. საერთოდ ანთებს.
ხო, აი ვაფშე ანთებს თუ არა, ეგაც კითხვის ნიშანია. ვაჰ, ჩემი კაი. ხო არ გავაციოთ, ვნახოთ წყალი თუ არის. ბიჭო, მე ვფიქრობ, რომ წყალი დასალა. ილო ხო გაქვს. მოხსენია რა? მე მგონი წყალი აღარ დგას. მე ისე ვფიქრობ, გონი წყალი აღარ დგას, უბრალოდ ძალიან როცივა. მაგან გააძლებინა? აი, მოგერიდები. ესეთი რაღაცეები არ გააკეთოთ სახლში. უთხარი რომ გამოცდილი ისახარა ქვია. ხო, გამოცდილი ის. აი, მექანიკ. აუ ესეთი რაღაცეები სულ მეშინია. მოვიდე? რომ შენ გამოიქცევი და მე არა, ერთი კაცი დავიწვევით თუ რამეა. რა აბა? წყალი აღარ დგას. ფეხები. გალა ადუღარო. უეჭველი დააქცია და აღარ დგას და ორთქლი მაგიტო იყო. მე გაქრა ორთქლი. წყალი უნდა დავიცვეთ. ვერავალთ ეს გუდაურში. ვერავახცევთ ფიზიკურად. მშრალია ხო? მშრალია და კვამლია ზრდა. ჩანს კამერიდან. ვიღაცის თმაც არის. კაი, წყალი უნდა დავიცვიოთ, მანქანა აქ დავაგდოთ დროებით. ცოტა ნაპირზე კიდე ხო შეიძლება. ისედაც კი იმხელა მანქანაა რო ეხა. მიდი მიაგდე მას ჯობ. წინწათი. წინ რატო ვია? ზადითვია, რო შეჭებ, მაგ დამარტყავს რაღაც. ბიჭო. ერთი წამი, ბიჭო. გახსოვ შენ აქ მოდიოდი ვიღაცას რაღაც ძაღლზე თქვი ვაიმე რამ ხელა ძაღლია. ხო. არ მინდა რომ ეგ გავიაროთ. არც თქვენ არ გინდათ. აქ არის ბიჭო, რა ვიძაღლები არის. როგორ არა, ეგრევე ვებაზრები ხოლმე ვაყუმარებ. ბიჭო, ჩემი კაი. ვაიმე. დაგიძახე. გაიცი, არ გადმოხდა ჩემს გარდა ყველა გაიქცევით. არა გზნობინო რო გეშინია. და. აუ გასკითხებ, გეუბნები შორს ავარც. გამარჯობა. მანქანისთვის გვინდა წყალი. მანქანისთვის გვინდა წყალი. წყალი აგვიდუღა. წყალი უნდა დავამატოთ და ხო არის სადმე? აქ მოდი, საქვე? კაი. აუ, რამე ჭურჭელი ხო არა გაქვთ თქვენ შემთხვევით? 2 ლიტრიანი, 3 ლიტრიანი. ახლა ხო არ გიგდიათ რა? თუ შორია იყოს. მოკლედ ორი ვერსია გვაქვს რა. ან აქედან მივდივართ პირდაპირ გუდაურში, ან მწვადებს ჭამენ აი ისინი, აი გაახედე. არა, ეს თურქის ტრაილერი არა. არა, თურქის არა. ძაღლზე ვიძახე. მოიცა, გამოგართმევ, არ გაწვალე. მე მგონი უნდა გვეყოს. ესენი შენაყავს? სასტუმრო დაჭირდეს მაიყო. Хорошо. რა სასტუმროა? აი მაგ დაიმახსოვრ, აი. მამას ხედი. და მამაზი ხია, რამდენჯერაც გაული ხოლმე გუდაურში სულ უყურებს. აჰა, всё, აი, აწი გეცოდინებათ, სასტუმრო დაგჭირდებათ. ვერცხლისებური ნაძვი. მაგით მოვაგნებთ. მადლობა ძალიან დიდი. ჩავასხავთ და მოვალთ. მოკლედ, გუდაურში ვინც დადიხართ, ამ ადგილს ალბათ ხშირად წააწყდებით ხოლმე რა. ეს ანახე. ნახე რა კაცია იმენა. როგორც ვიცი, ეს არის ამფიბია რა. ეს არ არის ამფიბია, ხერო ვერ იქნება. რატო ვერ იქნება? მასიური რკინისაა. არა მასიური რკინის როგორი უნდა იყოს? ბიჭო, დაბლიდა რბილები რაღაც წყალზე ხო გაბერილი უნდა იყოს ლოგიკურად. მოიცა, შენ ტანკები არ გინახავს, რომელიც ცურავს? კი. მერე? ხო და მაგად გაბერილი აქვს დაბლა. ბიჭო, ესეთი ჩამოვიყვანე 77-ში ნოვოჩერკასკიდან და ეს არ არის ამფიბია. ორმანეთად რო იყავი, გადაფრენილი ხო? ამფიბია იყო მეორე. ხო. თელი ბავშვობა მინდოდა ხოლმე ზაპოს პროექტი. ჯერ ზაპოროჟეცი მინდო. კარჩე მაგას ვერ დავივიწყებ, 16 წლის ვარ და სახში მივედი, მამაჩეს ვეუბნები, ორი მეშოკი ფქვილი მინდა თქო. ხო. რაც რავი, ადგინაო, თონეს ხსნიო და ზაპოროჟეში მიცვლია, განა ფული მინდოდა რომ ორ მეშოკ ფქვილში ვცვლიდი ზაპოროჟეცს. ხო არ გადავა. და ჩაოლობრივად დადიოდა. ხო. თელი ცხოვრება მინდოდა აქ მანქანების დათვალიერება, იმიტომ რომ აქ ყველა მანქანას აქვს თავისი ისტორია. თან აი წარმოიდგინე იმხელა ისტორია აქვს, რომ სათითაო მანქანაზე შეგიძლია მოყვე უზარმაზარი ამბები. რა თქვი? ეს იყო ბერიასი. ხო, ეს არის ბერიასი. აი საქართველოს გერბიც აქ გადაფარებული აქვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს და რაღაც პონჩი სიმართლე გითხრა მეწოდება, რომ ესეთი ისტორიული მანქანები მაინც იდეალურ პირობებში არ არის რა, ანუ თოვლი, წვიმა რაღაცა მაინც აფუჭებს მანქანას, გინდა თუ არ გინდა რა. ეს იყო ედიკას დაცვის, ხო? ხო, ეს იყო კარობოზდევ და ისა. ხო, ედიკას მანქანა გეცოდინებათ, რა დღეშიც არის. მაცივარი რო ქონდა მორტმული თავში მანქანას. ხო და ეს არის დაცვის მანქანა, რომელიც
შედარებით გადარჩა რა. ეს არის ძმაო სტალინის მანქანა. აქ არის როგორც მეთქეს ბრონირებული ორმაგი შუშები და აი აქ კიდე, ნახე. აი აქ წერია რა, სტალინი. ანუ სპეცშეკვეთა არის ეს მანქანა მთლიანად. არ და მევასება ეს ჯიპი. ძველი ამერიკული ჯიპია. ხო. იცანი ან იმაზე. ლუაზიას, იმაზე ხო, მაგრამ შეიძლება რუსული ის იყოს ეს. მაკეტი კი არ წამოღებული, როგორც მოხონდა ხოლმე. შეიძლება, მაგრამ ორიგინალს ყავს მაინც. ხო. მე ამ მანქანას ვცნობ რა, როგორც კახელი. რომელს? მართალია გურჯაანელები იყვნენ ისინი, მაგრამ რომელს? აი ამას. ჯარისკაცის მამაშია ბიჭო ეს გადაღებული. როგორი სხვანაირი ტიპია. ფორდია, ხო? კი. ორიგინალი ფორდი არის და ეს იქნება სადღაც ალბათ 30-20 სიანის წლების სავარაუდო. 41-2-ში ფილმია მაგ პერიოდისა და. აი იქ არის ევა ბრაუნის მანქანა. რა მოდელია ზუსტად არ ვიცი. არა, შეიძლება სხვა იმიდან ახსოვდეთ ეგ მანქანა უფრო. ჭრიჭინა? აა. ო. ხო, წარმოიდგინე რამხელა ისტორია დევს აი პატარა ადგილას და რა საინტერესოა აქ ყველაფერი. ხო და ამ ადგილზე შეგიძლია შეიაროთ, მოკლედ დაათვალიეროთ, უარს არავინ არ გეტყვით პირიქით. ძალიან გემრიელი რაღაცეები აქვს, ეხა კი მითხრა რომ არ ახსენო, მაგრამ არა უშავს, გლინტვეინი დავითრიეთ ჩვენ. მაგრად მევასება სხვა შორის იმენა აქ გაკეთებული რა. ვაიმე რა კაია სითბო. ამაზე მაინც იზმერებია, მაგრამ უნდა ამოასხოს. გამოჩნდა ფიჭები, გამოჩნდა. რა მასა ვერ უმეცნო ფიჭი. მოსაკის ბრალია. განცუდი რაღაცა. რა არის ასაკის რა? შემაიმუნო შენა. ნახე აბა თუ იქოქება და პირველში არ კონდეს ბიჭო არ ამაკაპოტო. ბომბა. მოდი აქ დაუტოვოთ. პაპას ვინც იცნობთ, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა გადაეცით ჩემგან. წავედით გუდაუში. ბიჭო, ზოგადად ის უჭამ ხოლმე. იმაზე, როცა მშია, მაგრამ იზმოზე. ო, აუ, ეხლა წამოვიღე. აბას ეს მისმეოსება ყველაზე მეტად. რა, ყველაზე ნაკლებად იშოვება ეს. 22 წუთს წერს და 11 კილომეტრს ამ. 22 წუთში იქორდი. კი. მიდი ბიჭო! ვაიმე. მაგარ პატრული დაჩები. უდაური კომისიის მონაკვეთზე ზვავ საშიშროების გამო სატრანსპორტო მოძრაობა ეკრძალა. უდაურის გზა არც ისე უსაფრთხოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 112-დან მოგდის გაფრთხილება, რომ ზვავ საშიშროებაა გზაზე. აქ ზოგჯერ გზებს დღეები კეტავენ, მაგრამ გზის ჩაკეტვის უფრო ნაკლებად მეშინია, ვიდრე იმის, რომ ამ გადაღების დროს ზვავში არ მოვყვეთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფიქრობ, რომ რაღა მე უნდა დამემართოს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ასე ფიქრობს და ზვავში მანქანები მაინც ყვებიან. ო, აქ უკვე მედი. ანა გამეჩერები. აბა გაჩერ თუ დაძრავ. აი გაჩერ თუ დაძრავ. მიდი. რა, სიჩქარეში. ო, ჩავარდესავით. ცა? არა, ჩემი კარგი. პირველი გაათავე? ხელ, რას გაგონებს? ბიჭო, მე კი მაგონებს მოგოს, მაგრამ ამას შეხედე. აი, სადღაც 500 მეტრი გვაქვს დარჩენილი, რომ იქამდე მივიდეთ. და რა გაგვიკეთა პეჟომ? ანუ რომ გონია, რომ სიჩქარეში ჩავაგდე. ხო. ანუ სიჩქარეში არ არის ჩაგდებული სინამდვილეში. ანუ ხალასტოიშიც ეს. ხო. და პირველს ჩააგდე თუ მეხუთეში ჩააგდე, ანუ ვაფშე ვერ აგდებ ვერაფერს რა. აი. კული სისტემა არის. წამჩაჯიბიტის კითხე. ახალი კაპოტი აბა. ბიჭო, ან Peugeot 106-ების კლუბში არა ხარ? იქნება რამე ძალიან მარტივი იყოს. არის არ მიჭამია ბაღაყი. და რა ჯანდაბა გავიგო ეხა 6 ცალი შტირი მაინც აქვს.
ბიჭო, დაახლოებით კი ხვდები ხა რაც უნდა იყოს, მაგრამ ანუ ხო? მაგრამ მარტივად მოგვარებადი თუა ეგა. ჩვენ ვკითხოთ ხშირად თუ მოზდის რამე. ჯიგარო, გესმის აქ ახარ? მშვენივრად მესმის და მიხარია რომ ყველაფერი აი, მისმინე, ეხა. ჩვენ ყავს Peugeot 106 არის მექანიკა და სიჩქარეებში რო ვცდილობ გადართვას ღერძიდან არ მირთავს სიჩქარეში, ანუ არ იღებს კოლოფი. რა შეიძლება იყოს? რა ჭირს ხოლმე ესეთ მოდელებს? მაშასე, პირდაპირ საქმეზე. თუ Peugeot 4-4-ზე მექანიკურ გადაცემებზე გადართვისას სიჩქარე არ დგებათ რეგულირების. აი, მომისმინე ერთ წამი, ეხა უყურე რა, შენ ენაზე აგიხსნი. კარჩე, ეს რიჩაგი არის მოძველებული ესავით არის გადმოგდებული. ხო და, ხო მიხვდი, რაშია პრობლემა? გასაგებია. პრაქტიკულად რომ ვთქვათ, თუ გადამრთველი მართლა ასე მოდუნებულია და მოცურების ეფექტს გაძლევს, მაშინ პრობლემა სავარაუდოდ გადაცემა და კოლოფის მექანიზმის წვეთაშია. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ან ბიჭების მექანიზმია დასუსტებული. ლოგიკურად მივყვეთ. ანუ ხელში იგრძნობა რომ რაღაცას ეჯახება შტირი, მაგრამ არ ვარდება. ჩაწვდები რომ ყველაფერს აქედან ნახე აქ არის შტირები. ყველას მოკიდე ხელი და დაატოკე. ნახე, ეს მე დავჯდები და შევამოწმო. შენ გაატოკე ყველა იქნება რომელიმე ის. ვაფშე, იმ ცადე რა, მოძრაობა ცადე. აქ რა და რამე გატოკდება, პროსტა დავქოლქავთ არ. ეხა ჩალიჩობ რამეს? არა, აბა. დადის რამე. ხო, მთავარი ღერძი დადის. ყულისაზე დაბლა დამაგრებული არის ერთი მთავარი ღერძი. და ამას აქ ბევრი გამოშვერილი. ხო და ყველა გამოშვერილს მოკიდე ხელი, რომ მოკიდებ დამიძახე და გავატოკე. ყველა გამოშვერილს მოკიდე ხელი შენ. აი შენ. დაყავი აბა ხელი. რა უნდა გაიგო ეხა აქ რა. უკანა წამყვანი რო იყოს, ვიცი. მე შენ გეტყვი ეხა ერთ კაი ვარიანტს. ევაკუატორი ხო არ გამოვიძახთ? მიდი რა. თან დაგვაღამდება. მეორე პრობლემა ეგ არის, იმიტომ რომ აქ ევაკუატორს ვერ ვიშოვით მარტივად. ეს მე ვარ უიმედოდ, როდესაც აღარ ვიცი რა გამოსავალი ვიპოვნო მისიის შესასრულებლად. ზოგადად არ მიყვარს happy end-ის გარეშე ვიდეოების დასასრული, მაგრამ კი მქონია მსგავსი შემთხვევები. მთავარი მაინც ვფიქრობ ბრძოლა და არ დანებება, ვიდრე თვითონ მისიის შესრულება. აი, ყუზაოს დაბლა, გამშვებზე რო გდია. აი ეგ არის აშკარად ჰაერში. აგე? დაინახე? მენა ჭულად ილას არის, იქ ხელი არ შეეტევა მინდო. ეგ შტირი უნდა წამოვიდეს წინ, რამე-ქენი? აი. ერთი წამი, ეგრე იყოს. ხო. შტირი უნდა ამოვწიო იქიდან და მე ისევ დააბრუნა იგივე პოზიციაში. აი, ეგრე გააჩერე? გატოკდა ესე, შენ რო ხელი მოკიდე. ბიჭო, მაგრა დადის. ჩასვი. ნახე, აბა. ცოტა მიგავა ნახე კიდე. არა, ნახე კიდე, აბა. ვერ მოვასწარი. ხო. მაინც ბუქსაობს. დაიცა? მაგრამ მე მგონი დაგვერხა. ხო. ეგ არის. ეხა აქ ცოტა ჭყოპია. აქ მიუჩეროთ. ჩავისვა და აქ დაიძრება უეჭველი. ნახე? კი. დაიცა? ო, კარგია, ცეპლენის ამორტყმა უნდა ცოტა. ეხა კიდე ბუქსაობს, რა გამაკეთებინე. დაიცა. აი, წავიდა, ოღონ ეხა აღარ უნდა გავაჩეროთ. რა უნდა გავაჩეროთ, ბიჭო, გინდა დავაკეთე და კეთილი თავი. კაი ხარ? დავაჯახო იმათი. აი რა დაბრკოლება უნდა შეგხვდეს ჩვენ ისეთი, რომ ვერ აღმოაჩინოთ და ვერ მოვაგვაროთ. ზოგადად, საინტერესო ზუსტად ის მომენტია, როდესაც შენ თავში ყველა შესაძლო გამოსავალზე ფიქრობ და გჯერა რომ ყოველთვის იპოვნი გამოსავალს, რაც არ უნდა იყოს. ბუბუ, ცოტა უნდა გაუთამამდე ხა, სხვა გზა აღარ არის, თორე ცოტაღა არის დაგვრჩენილი. მისიის შესასრულებლად და ამ 20 მეტრის გამალს დედამური. აი ეგ, ცოტა მარჯვნივ. ნახე რამდენი არ ვიცი რამდენი მეტრია, მაგრამ წითელი ხაზი არის, რაღაც 2-3 მანქანით იქეთ. კაროჩე, ხო, მაგრამ აქ ის არის, რომ ტრაქტორს აქ მიხვეტილი და ნახე, ერთ ვცდი, თუ შევედი, ცოტა რას გონით რომ შევაგდო? რას გონით? შიტოქს დება. რაში ჩავალ. აი.
დავაი. ვაიმე, მოიწა ჩემი. შედი ლოკაციაზე. მე ვერ გადმოვარ. აუ, აქ თან ხევია, ბიჭო. ამას შეხედე. ო, კაი, გამო, ცოტა გვაყლია. არც სტარება. კაი, ესე. დავაი, სინჯე. გინდა მოვაწვე. აიცა, უკანავედი ცუდად სავარაუდო. წინ მოაწექიოდნავ. ოპა! დავაი, მიდი. რამდენი წინ არის კიდე 20-30 სანტიმეტრი? დადექი და თუ დაგეჯახები. ნახე სტიმულია ჩემთვის. აიცა. ბუქსირი გვაქვს ამოღებული. გვაქვს ბუქსირი წამოღებული, მანქანაც ყავს. მოდი. პეში ჩააგდე. так. ყვერებიანი ჩასაბმელი რო აქ. და არგონის ვარკის მავთული რო არის აქ. წადი ნელ-ნელა და რო გაიჭიმება გეტყვი. აიხა გაიჭიმება. ოპა, რა მარტივად ამოვიდა ჩემი კაი. აქედან ხელის როგორ ვერ ამოვაგდეთ. შენ დადექი, ზუსტად იმენა სანტიმეტრი არ მოიტყუო ძმაო. სადამდეც უნდა მოვიდე და ცოტა დაურაზღონებ და შემოვალ რა. დავაი. ეხა GPS-ით ზუსტად ამ კოორდინატებზე დავდგები და გეტყვი. უეჭველი უნდა გამიტანოს. მან დამელოდე ზვა. აი მან გედგა ფეხი. აი აქ იდგა, აი თან ყვამლიაზდის. დავაი, ვიღებთ. აი, მაისა. არ ჩას მანქანა. ეს გამოაჩინე, ეს იქნება გადაობა. ეგ არის სიო, ბიჭო, ნახე. აი 20 სანტიმეტრი და პლუს მინუს ლაპარაკი არ იყოს. მეტრი წინ ვარ. ეს გადმოაგდე? მანქანის ნაწილი. მანქანის ნაწილი ხოა. ნახე წინა ვარ ცო. всё. ჩაიტანე ხლა. თუ გადაუშვათ ესე ვიდა. просто მაგარი მუღამი მქონდა რომ დაგჯახებოდი. ეხა ჩემი მარცხენა არხი. არ დაგავიწყოთ ბუბუს არხის გამოწერა. დიდი მადლობა სოკარს რომ ესეთი მისია დაგვიდო, რომელიც შეოსულეთ 20 სანტიმეტრი დაგვაკლდა ზუსტად და 20 სანტიმეტრიც. არა, მაგრამ გადმოაგდოთ მაგას ვიძახდი. გამოიწერეთ ჩვენი არხი. აბადროებით. ეგრევე ნიკაპი უნდა დაგარღვევინო პეჟოს ლოგოზე. ერთი შეხედვით კარგი თავგადასავალი გადაგვხდა თავს. ბევრი ვიწვალეთ, ბევრი ვიცინეთ, ბევრი გავერთეთ, მაგრამ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ შენ უკვე იცი რა შეიძლება გამოგადგეს თოლში. იცი რა უნდა გადაამოწმო მანქანაში, სანამ წახვალ გუდაურში ან ბაკურიანში. იცი რა საშიშროება ელის შენ მანქანას ყინვაში. ზოგჯერ მარტივ ვიდეოებს კი გვასწავლის ხოლმე რაღაც ახალს და თუ შენ შემთხვევაშიც ასეა, გამოიწერე არხი იმისთვის რომ არ გამოგრჩეს ჩვენი თუშეთში ასვლა.